სწორედ 4 ოქტომბერზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი მის წერილში, სადაც 13 წელს აჯამებს ნიღაბ ჩამოხსნილი შიდა და გარემტრები არჩევნებში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას ხედავენ, ამბობს ოლიგარქი და კვლავ პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებს. უმუშევრობის, სიღარიბისა და ოკუპაციის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად ოლიგარქი კვლავ შიშის გაღვივებას ცდილობს. საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებლად გამოცხადებული ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს არეულობასა და სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს. სალომე ლაბაძე უერთდება ფორმულას ეთერს. მმართველობის მე-14 წლის ათვლა ქართულმა ოცნებამ ტრადიციულად ისევ ბიძინა ივანიშვილის წერილით დაიწყო. ამ წერილში კი ოლიგარქი ასევე ტრადიციულად ისე რომ ის აქ საერთოდ არ შეახსენებს საზოგადოებას იმ დაპირებებს, რომლებიც 2012 წელს გასცა, საკუთარი პარტიის მმართველობას პოზიტიურად აფასებს. ამ მმართველობის მთავარ დამსახურებად კი წარმოაჩენს გამკლავებას Deep State-თან. მართალია, ამ სიტყვას ოლიგარქი წერილში არ ახსენებს, თუმცა ის საუბრობს გარეთ ძალებზე, რომელთა დაკვეთითაც ქვეყნის შიგნით მუშაობს აგენტურა ოპოზიციური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნონ ნაციონალურ მოძრაობას, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებაში დატოვონ დემოკრატიული ხელისუფლება ქართული ოცნების სახით. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას დემოკრატიულ ხელისუფლებად წარმოაჩენს და ავრცელებს პროპაგანდისტულ გზავნილებს იმის შესახებ, რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ მოახერხა საქართველოს მოქალაქეებისთვის იმის უზრუნველყოფა, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეები არჩევენ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. სწორედ ასე წერია წერილში, რომელიც ოლიგარქის ავტორობით გამოქვეყნდა, თუმცა ამავე წერილშიც ცხადია და ქართული ოცნების პოლიტიკაც ავლენს იმას, რომ მტრად ქართული ოცნება როგორც წესი მიიჩნევს საქართველოს მოკავშირეებს დასავლეთიდან ევროპული სახელმწიფოებისა თუ შეერთებული შტატების სახით. წერილის ბოლო ნაწილში კი განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება 4 ოქტომბერზე და ცხადად ვლინდება ივანიშვილის სურვილი, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ საარჩევნო უბანზე მისვლა გადაწყვიტოს და ამით როგორც ოლიგარქი ამბობს, რადიკალიზაციის ბოლო მცდელობას დაუსვას წერტილი. პირადად ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არ მხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართულ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წერმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა ჩვენ ამასაც გაუძელით. სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ. შიდა მტრებს ვაიძულეთ ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. 13 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართულმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ქართულს ებრძოდა და ზძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა. ეს მოხდა 13 წლის წინ, იმიტომ რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცენებით აღდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას. 4 ოქტომბერს ქართული ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს იდეოლოგიას, ნაცობას, როგორც იდეოლოგიას. როგორც მოისმინეთ საკუთარ წერილში, ბიძინა ივანიშვილი ასევე ვრცლად საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოადგენენ ქართულ ოცნებას და რომლებმაც მოგვიანებით ოცნების შემადგენლობა დატოვეს. კონკრეტულ პიროვნებებს ის აქ არ ასახელებს, თუმცა ყველა ამ ადამიანს ივანიშვილი აცხადებს მოღალატედ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვას მათ ამჯობინეს გარე ძალების ინტერესების შესაბამისად მოქმედება. ამ ადამიანების ნაწილი ახლა უნდა ითქვას, რომ ოპოზიციურ პარტიებში, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სიმართლე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის და პოლიტიკის შესახებ ახლა საქართველოს მოქალაქეების და ასევე საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობისთვისაა ცნობილი, განსხვავებით 2012 წლისგან და შემდგომი წლებისგან, როცა
ახლა უკვე ივანიშვილის კრიტიკოსების ნაწილი წარმოადგენდა კიდეც ივანიშვილის გუნდს, ან იყო მისი პარტიის პოლიტიკის მხარდამჭერი. ოპოზიციის განმარტებით მთავარი ახლა ისაა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოსთვის პროდასავლური მომავალი, ასეთი კი არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, ცხადად აქვთ გაცნობიერებული, რომ ივანიშვილისთვის ძალაუფლების დატოვება ასეთ მომავალს გამორიცხავს, რადგან ივანიშვილი შეფასებულია კრემლის ინტერესების გამტარად და ეს დადასტურებულია მათ შორის შეერთებული შტატების სანქციებითაც. 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ივანიშვილის რეჟიმის საქართველოს მშვიდობიანად ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს მოიაზრება რუსული გავლენის სახელმწიფოდ, ისე როგორც ბელორუსი და სხვა სახელმწიფო, სირია, მანამდე სირია იყო და სხვა სახელმწიფოები. ამიტომ ეს პერიოდი ვერ ჩაითვლება საქართველოს ისტორიაში ქართული საზოგადოების, ასე ვთქვათ, განვითარების წლებად, იმიტომ რომ ამ წლებში ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა სუვერენიტეტი, ჩამოეკიდა რუსეთის ეკონომიკას. პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი არ აფასებს და კრავს ივანიშვილის მმართველობის 13 წელს ისე კარგად, როგორც იმ კაცის მდგომარეობა, ვინც რამოდენიმე წლის წინ მგზნებარე სახით და ვასალური მლიქნელობით ბიძინობას უნდლცავდა მთელ საქართველოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ეხა სად არის ეგ კაცი ირაკლი ღარიბაშვილი, რა დღეშია, რას უშვება თავად ბიძინა და ბიძინობა მას? ეგ ასახავს ყველაზე კარგად თუ რა არის ეს 13 წელი. 13 წლის თავზე მივედით ქვეყანაში, სადაც მთვრალი დუგინი არის მთავარი მოლაპარაკე თავი ხელისუფლების, სადაც იზოლაციონიზმი გახდა სახელმწიფო პოლიტიკა. ბიძინაშვილმა გაანადგურა ყველანაირი ინსტიტუცია ჩვენ ქვეყანაში. ანუ ინსტიტუცია არ მოიძებნება, პროკურატურიდან დაწყებული ეკლესიით დამთავრებული, რომელზეც ავტორიტეტი გააჩნია, რომ რაიმე მაგათაც თუნდაც კონფლიქტი მოაგვაროს საზოგადოებაში. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ შეიძლება საკუთარი თავი დაიცვა, მათ შორის სამხედრო გზით. და მე მგონი ვერენდვერი თქვის მათ შორის ბიძინაშვილის მმართველობის პირობებში, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი ჯარი გყავს, რომელიც ჩვენ დაგვიცავს, თუნდაც ნებისმიერ ჩვენი მეზობლისგან, არათუ რუსეთისგან. და ამიტომ უბრალოდ სასაცილოც არის, რომ ჩვენ თქვათ, რომ სუვერენიტეტი რაღაც განსაკუთრებულად გავაძლიერეთ. ჩვენი უსაფრთხოება დგას ევროპელებზე და ამერიკელებზე. და ამ ხალხთან ახლა ჩვენ ჩხუბობთ. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ ივანიშვილისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მას ახლა საქმე საზეიმოდ არ აქვს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოლიგარქი პირადად არ გამოჩენილა, ის მხოლოდ წერილის გამოქვეყნებას დასჯერდა, თავად კი არ გამოჩნდა არც იმ ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ პარტიის ლიდერების მონაწილეობით გაიმართა და რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ივანიშვილის სასტუმროს გახსნას.